დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში EVS-ის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა ევროკავშირისა და მის პარტნიორ ქვეყნებში სხვადასხვა სფეროში ახალგაზრდების მოხალისეობრივი საქმიანობის გულისხმობს. მის ფარგლებში ქართულ ახალგაზრდებს 27 ქვეყანაში 2-დან 12-მდე წასვლა და მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელება შეიძლება. EVS ევროკომისიის მიერ დაფინანსებული მოხალისეობრივი სერვისია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდებს შორის სოლიდარობას და სამომავლო ურთიერთობებს. აღნიშნული პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტაცია არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალმა მიიღო, რომელიც საზღვარგარეთ ახალგაზრდების გაშვებას უზრუნველყოფს. გჭირდება თქვა წერილობით ინფორმაცია მენტალურად იმ ორგანიზაციაში რომ მიხვალთ უცხოეთში რეგიონებში პრაქტიკულ დონეზე ჩაერთო 2009 წლიდან, როგორც უკვე აღინიშნა, ევროკავშირმა ამოქმედა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა საქართველოსთან მიმართებაში. ეს გულისხმობს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროებში, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, პოლიტიკურ დონეზე სამართლებრივი სისტემის გაუმჯობესება და ასე შემდეგ. თუმცა ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამ კუთხით არის სწორედ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბება. ამის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების არის პროგრამა ახალგაზრდობა მოქმედებაში, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის EVS-ი, ანუ ევროპის მოხალისეობრივი სერვისი. მოხალისეობის შერჩევა მოხდა ჩვეულებრივად გასაუბრებით სამოტივაციო წერილით, აქტიური ახალგაზრდებს ეძებდნენ, იყო ტრენინგ კურსები, მოხალისეთა სკოლა, შემდეგ მოხალისეთა სკოლის შემდეგ იყო პრაქტიკული სამუშაოები, პრაქტიკული გასვლა და ნახვა თუ რას ნიშნავს და რეალიზება მოხალისეობის. ეხლა ეს EVS-ის პროგრამა არის ძალიან სასიამოვნოა და აუცილებლად ჩავერთვებით, ვიმედოვნებთ, რომ ეს მეტ გამოცდილებას შეგვიძლია